2020 წლის მასწავლებლთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში გამოცანა ნომერი 32. სქემაზე ნაჩვენები უძაბვამდე დამუხტული C-ტევადობის კონდენსატორი კაჩამთვლის ჩართვის შემდეგ განიმუხტა წინაღობებზე. მოცემული გვაქვს უძაბვა C-კონდენსატორი, C-ტევადობის კონდენსატორი. ასევე წინაღობები არის შესაბამისად 3-ერი და 2-ერი სტოლი. და გვეკითხებიან 3-ер წინაღობაზე გამოყოფილი სითბოს რაოდენობას Q3-ს. ეხლა რადგანაც კაჩამთვლის ჩართვამდე მთლიანი ენერგია კონდენსატორში იყო მოქცეული, W კონდენსატორის ტოლი არის Cu კვადრატ ნახევრის და კაჩამთვლის ჩართვის შემდეგ გვეუბნებიან, რომ მთლიანად განიმუხტა წინაღობებზეო, შესაბამისად მთლიანი ენერგია გადასულა სითბოში. ანუ სითბო 3-ს, 3-ер წინაღობაზე დამატებული სითბო 2-ер წინაღობაზე, ტოლი უნდა იყოს სრული ენერგიის, რომელიც ტოლი არის Cu კვადრატ ნახევრის. ახლა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 3-ер და 2-ер წინაღობებზე დენი ერთნაირი არის, რადგანაც მიმდევრობითაა შეერთებული და ამასთან Q3-ზე ტოლი იქნება ამიტომ I კვადრატ გამრავლებული 3RT-ზე, შესაბამისად Q2-ზე სითბო 2-ზე იქნება I კვადრატი გამრავლებული 2RT-ზე და ამ ორტოლობას შევაფარდებ ერთმანეთთან, გამოვაროს Q3 შეფარდებული Q2-თან, ტოლი იქნება I კვადრატ გამრავლებული 3RT-ზე შეფარდებული I კვადრატი გამრავლებული 2RT-ზე. I კვადრატები შეგვეკვეცება, RT-ები შეგვეკვეცება და ეს ტოლი არის 3/2-ის. ანუ სითბო გამოყოფილი სითბო 3-ზე და გამოყოფილი სითბო 2-ზე ისე შეფარდება როგორც 3/2-ს. ანუ თუ შემოვიდეთ შემდეგ აღნიშნავს, გამოდის რომ Q3-ზე თუ დავუშვებთ, რომ იყო 3 Q-სტოლი, მაშინ გამოდის რომ Q2-ზე ყოფილა 2 Q-სტოლი. 2 Q-სტოლი. და მოდით ახლა ეს პირობა შევიტანოთ აქ და ვნახოთ რას მივიღებთ. ესე იგი გამოდის რომ 3 Q-ს დამატებული 2 Q ტოლი არის Cu კვადრატ ნახევრის. აქედან კი გამოგვივა ჩვენ რომ 5 Q ტოლი არის Cu კვადრატ ნახევრის, საიდანაც Q-ს თუ გამსვავსებთ, მივიღებთ Cu კვადრატ მიათეთს და რადგანაც ჩვენ გვაინტერესებს 3 Q3-ზე წინაღობაზე, ეს ტოლი იქნება 3 Q-სი. Q-ს მნიშვნელობას თუ შევიტანთ, გამოგვივა რომ ეს ტოლი არის 3-ჯერ Cu კვადრატ მიათედი. ეს კი თავის მხრივ ტოლი გამოგვდის 0.3 Cu კვადრატის. ანუ საბოლოოდ პასუხი რო ჩავწეროთ, Q3-ზე ტოლი ყოფილა 0.3 Cu კვადრატის. პასუხი G.